აბა ახლა დავაკაკუნებ. ეხლავე? აუვარდეს. გამარჯობა. სანდაგრის ხო დაურეკე? დიახ. არა, მედი მასუხე და მე ის ხო დაურეკე. შევძალი. ხო. აბა. მოგძანდით აი აქეთ. ეხლავე იქნება ყველაფერი რა. აქვს, ესე იგი. ეს გვაქვს, ესეც არის. დიახ. ეს დაგჭირდება. ზარი ხო არ შევცვალოთ? არა, ზარი არა. ხო, რა მაქვს რა და რავი თუ გინდა რა ვიცი ხო. ხო ზარია რა. ხო. კიდევ რა დაგჭირდება? ეს დაგჭირდება. შევხედე ერთი. აჰა. ესეც დაგჭირდება. უი. აჰა. უი, მე რა რა. აჰა. დაგს, აბა რა ხდება? დაგს. ეს ჩაკუჭიდან ურსმადი მომაწოდე. ჩაკუჭიდან ურსმადი. ხო, მანდებს რა მომაწოდე. მე მოგაწოდოთ? ხო. კი ბატონო. აი ეს არის ხო მე მგონი, აი. ხო? მადლობა. აჰა. ვაიმე, რა საკეთებ? აჰა. ეს ასე რა. ობა. ეს აუცილებელი იყო? ხო, რა. ხო, აბა რა ხდება? რა პრობლემაა ახლა? ვაიმე, რაღაცა პრობლემა, ჩემო ბატონო, რაღაცა პრობლემა. ესე იგი, გუშინ ისეთი საშინელება მოხდა. საშინელება? მიღმა გაასხა და აი მთელი საღამო, ესე იგი, გიჟით ფანტანივით ასხავდა აი ესე წყალი. არა, თავიდან კი გავერთე ახლა, მაგრამ მე რომ აღარ გაჩერდა და მუხლებამდე წყალი აივსო, აი კი შემეშინდა და დაგირეკეთ. ესე იგი ფანტანივით, ხო? დიახ. დაგს, რისი ბრალი უნდა იყოს ახლა ვითომ? მე მგონი მილია გახეთქილი აი აქ. მილი? ხო, მოიცავ ვნახო. ესე იგი, ეს მილი აქედან მოყვება. აჰა. ეს შკაფის უკან გადის? კი, აი აქ გადის, აი ესე. ხო და სანამ დაიწყებდა ჩაკეთებას, ყავას ხომ არ მიირთმევთ ან ჩაის? არა, ყავა იყოს, მადლობა არ მინდა რა. არც რამე ენერგეტიკული არ გნება? ენერგეტიკულს? ანუ უნალეკოს? არა, გაზიანი რა. არა, იყოს, არა, მადლობა. ხო, ერთი გავხედავ აბა ერთი შევაკება. კი ბატონო, შევხედავ. ესე იგი, ხო, რა ხდება? საშინელი მდგომარეობა. ვანა არის რა, გაჭედილი ვანა. რა ყოფილა გაჭედილი. აი ეს არის რა, გაჭედილი, გავამართვი. ეს არის გაჭედილი? მე ჩემი კაბა. აი ეს გავამართვი, აი. ხო, რამდენი რამეა გაჭედილი. აი ეს გავამართვი. ვაიმე ჩემი. აჰა, ესეც გავამართვი. ვაიმე. აჰა. ეს რა ხდება ახლა ისიქ ალბატონო? ხო. ესე იგი, სანამ შეხვათ ვანა, ჯერ უნდა გაიხადოთ რა. და მე უნდა იბანაოთ რა. უიმე. ხო, რა. რა, ეს პრობლემა გექნება სულ ახლა, თუ ეგრე არ მოხდება რა. ვაიმე, კარგით გავითვალისწინებ აუცილებლად. ავიღე. ო, რა, მოკლედ ეგრეა რა და ეხლა ავიღე. გამარჯობა. გამარჯობა გენაცვალე. კარგად შვილო შეროგრა. დედაჩემა კარტოფილს ხო არ წავსო? ვაიმე, არა, კარტოფილს არ ყო. არა, დედაჩემი წავს რა და იფიქრა თქვენს ხო არ წავდი. არა. და მომის ზეთი ხო არა გაქვს, რო გვათხოვთ. არა, ზეთიც არა მაქვს სამწუხაროდ. არა, დედაჩემა იფიქრა, მე არა მაქვს ზეთი. და მე ხო არა მაქვს, იგი ფიქრა. არა, მაქვს გენაცვალე ზეთი. გაქვს. არა. მოდი ერთი შვილო ჩემთან. გამარჯობა. დაუმარჯოს. გორა. შენ ათიას ბიჭი ხო არა ხარ? კი, ნათიას ბიჭი. ვაშე გენაცვალე რა ვხელა კაცი გაზდილა რა. ჯაი ბიძაშვილი შვილია რა. პატარა მაქვს რა ვხელა კაცია გასულა. რა შვილი როგორ ახარ შვილი? კარგად, რას ვიზავთ? მე-10 კლასში ხარ ხო ახლა? არა, მე-6-ში ვარ. მე-6-ში ხარ. ხო არა, ჯაი ბიჭი არის მე-10-ში რა და მეთქი რომ შენ მე-6-ში გული რა. აი კაცი რა პატარა მაქვს რა კაცია რა. სხვა რა ხდება დაამთავრე ალბათ სკოლა რა? არა, ხო გითხარი რომ მე-6 კლასში ვარ თქო, სკოლაში დავამთავრე. ხო, მე დავამთავრე რა და მეთქი რომ მე-6-ში სკოლა დავამთავრე მეთქი რა. იცი რა უნდა გქოთ? ხო. თქვენ ახლა გიჟი ხო არ გონია თქვენი თავი? ჩემი თავი? არა, რატომ მეუბნები ამას? არა, არაფერი რა. ხო, გაი გენაცვალე, ხო. კარგად გენაცვალე, კარგად. ესე იგი. ეს არის აჰა, ისა. ეშველება რამე? ეშველება ხო რა, ეშველება რა. ისა. აბა. რა ხდება? ხო, ეგ არის რა. სიცივში რა. რა მაინტერესებს სიცივ ალბატონო? და მე რო გამომიძახეთ ახლა. ქმარი ხო არა, ყავთ რომ ქმარს რო გაიკეთებინა ახლა ეს ამბავი? არა, სამწუხაროდ ქმარი არა მყავს, არა და მაგიტო გამოგიძახეთ თქვენ. გასაგებია რა. ისიც არა, ყავთ საყვარელი არა, ყავთ უბრალოდ რომ საყვარელი დაკმარებოდა. მაიმე რას ლაპარაკობთ? არა, საყვარელიც არა მყავს. ხო, რატო გეკითხები, იცი ხა ადამიანი რო გამოჩნდეს რა, ვინც ამ ყველაფერს გააკეთებს და დაგეხმარებათ, მზად ხართ რომ თქვენ ერთი წამი თუ აკეთებ, მის გააკეთეთ, რატვინი გაბურღეთ, ვერ გავიგე?
არა რა არის თავიდან ჯერ ტვინით ვიწყებთ რა და მე უკვე ნორმალური ხარ ხე? უკაი პატარა რაღაცას დამჩე ხა მოვჩები უცებ და ეგ არის რა. მიდი აბა დაამთავრე. აჰა. ეს არის რა პრინციპში რა უბრალოდ მე ეს მოვჩი ხა რა პრინციპში დავასრულე ყველაფერი რა და აი გარანტიას გაძლევთ აი მის 1-5 წელიწადი წყალი არ გაუვა რა უბრალოდ. რას ლაპარაკობ? ძალიან დიდი მადლობა ისე დამავალებ გუშინ ისეთი ამბავი იყო რომ რა ვიცი. დიდი მადლობა გაიხარეთ. Საიმე დედა. საიმე თუ გამოაქვს ეს არის 5 წელი წვეთი წყალი არ გამოვა. შეხედე რა ხდება გააკეთე ხა დროზე. საიმე შეხედე წყალი ასხავს რამე. რა მალე გარბის რა დრო რა ესე იგი რა. კარგი მოიცეს გადაუჭირო. აჰა. ეგ არის რა. შიო მორჩა რა პრინციპში ეს არაფერია მოწმინდავთ რა უცროსო და ეგ არის რა. მორჩა ერთი 100 ლარის ამბავი არის ხა რა უცროსო და. ეხა კალბატონი ხარ დაზია საუბარი 50 ლარში გავაკეთებთ რა მაგ ამბავს რა. ვაიმე რას ლაპარაკობთ რა ამბავია 50 ლარი. მიცით რა არის თანხა არა მაქვს ახლა და აი მაგალითად ფულის ნაცვლად რომ აი სხვა რამით რომ გადაგიხადოთ. სხვა რა უნდა იყოს რო ეხლა რო. რა უნდა იყოს და? რა უნდა იყოს და? გვერდით ოთახში 25 დიუმიანი ტელევიზორი მაქვს და წამოდი კომენტი შოუს უყუროთ შეგენა თვალოს შენი გიბიცი გავუსე წამოდი შედი შიგნით გაიგედა იქეთ გაგაგებინებ ყველაფერს აბა წამოდი შეგენა თვალოს შენი გიბიცი გავუსე აბა Спасибо, გაიხარი. ხო, რავი, არა რას ვიხდი ხო, აბა. ხო, კაი, спасибо. აუ, რა მევასება დაბადების დღეები. ერთი ჩემი დაბადების დღე მევასება და მეორე კარდაშიანი რო არის, მაგარი ნაშა. არა ლოლი. ლოლ. დავაი რა, ლოლ კი არა, ლოლიტა, რადგან წესვირად დამეძახე სახელი ბოლომდე. სახელის დაძახებაშიც რო კრიჟანი ხარ. ეხლა ბეს ნოახურებ, მიდი რა. მიდი. მოვა სამიც ეხლა ვისაც გავახსენდი ის მოვა რა. შენ ვის უნდა გაახსენდე? პურზე რო ჩადიხარ, მე მავიწყდები და. დავაი, მიდი შემოვიდა რაღაცა. ეხლა შენ ისტრაკული მიდი რა, გისა იმი გააკეთე რა საჭიროა. ყველაფერი დროზე მოიტანე, მიდი თო. საცივი გააკეთე? ჩვენებური გავაკეთე. ჩვენებური ხვავინი და წყალი რა. გაიცა ნიგოზე არ უქენი? ნიგოზის და კაი ცხოვრება სად არა? მოიტანე რა სიტყვობრო. პრინციპში მე არ ვიტყვი რომ ნიგოზე არ აქვს, შენ არ იტყვი, ვინ გაიგებს ისე. მაკარონი გვაქვს სახში? კი, მაკარონი ბლომად არის, ბლომად. ესე კი ხაჭაპურიც გვექნება. აუ სასმელზე რა ვქნა მართლათო? აუ კიდე არ მოსულა, კიდე დაწვით ეს შენი. ესე იგი იზღვინო უნდა გახსნა რა, სხვა გზა არა. ლოლით იზღვინო გახსენი რა, სხვანაირად არ გამოვა. Хорошо. ვაკარენ რა, ნერვებს მიშლი რა. რა გინდა რა გინდა? ნუ ამოგახსნა, ხო გითხარი თვიანები ამოიტანებ. რატო? ხმება ე. ნე, სამაგეროდ დანაიზოგება, ნაკლებად ხდება. ვინ არის ესა რა, დავაი რა. მიდი რა შენ ისტრაკული მოიტანე რა, რასაც გეგეუბნებითო. ხახი მოვა საცაათო. დავაი მიდი ზაურასთან გადის კამები მოიტანე ხა, მე ხوار ჩავალ. ეხლა ზაურასთან რო ჩავიდე, მაშინ უნდა დაპატიჟო ეხლა მაგის ისა მაგაკეთო. კარი! ხო რა იყო? დაბადების დღე გაქვს? ხო რავი რა მაქვს რა. მე ვის პატიჟებ? რა ვისაც გავახსენდები ეხლა? საჩუქარი აბეზალწინა უნდა კონდეს? საჩუქრის გარეშე ჩემთა კაცი ვერ შემოვა ეხლა, შენ ხო იცი.
ხო მაშინ მე არ მახსოვს. ნუ შეკრიჟანო შენ ბავშვები და რო კრიჟანი იყავი. კარი გიგა რამე კიდე? ისა მართლა. ჩვენ მეზობელ დათოისა რეუბნები? ვინა კუტაისკი ესა? ო, ჩვენი მოიცა რა ეხლა კუტაისკი მინდა დაიწყებს აქანა იქანა შმაკანა გეიარე გამეიარე აქ ზარუბეჟნის მინდა სუფრა ეხლა მე მოიცა რა. მინდა. დაიცა? ესე დავდი ბევრი. ალო! Алло! Ва, привет, Жанна, равахар, Жанна рекავს. Равахар, Жанна, равინიჩი, ვა, спасибо, то როგორ არ გაგასუ გახსენდება რა, არის ჩემ დაბადების დღეს არტოვე. Спасибо, Жанна, спасибо. არა, ეხლა რა საჩუქარი, აღგაზე არ შეწუხდე, то. პიცოდ მახსავს ხო მაინც გამომიგზავნე ეხლა და ეგ არის ეს საჩუქარი. ჯაჯალოვა როგორ არის? ო, აი, მეორე ფეხიც მოაჭრეს? ვა, ესე მეორე ფეხი მოაჭრეს ხო საწყალი თუ? მოიწმინე ჟანდა, ეხლა დაბალი ჩანს, ხო ეგ ჯაჯალოვა ეხლა რო შეხედა. ო, აბა მეცი კურმილი ხო აბა? Привет, дядя Лёва! Спасибо, дядя Лёва, спасибо. Спасибо, რა. ხო, რავი, 36 რა, პატში ბაზაკის ასახში ვარ, ცოტაც რომ მიუმატო ოღონწლები. Спасибо. Спасибо. Аჭე. Спасибо. აუ twini შეჭამა იმენა ამას ფეხები კი არა ენა უნდა მოეჭრა ჩემი. იმენა twini შეჭამა რა. დროზე რა რაშები მოვიდა ხალხი თუ? ვა, გარიკას SMS-ი მოვიდა ლოლით. ხო, რასაწერს რა? საბერძნეთი და გამოაგზავნე SMS-ი. ნახე, გარი გილოცავს საკაიფოთ იყავი ოჯახთან საჩუქარი ჩემზეა. აბა წაიკითხე ვა, მამა. წამოვიდა SMS-ები, აგე? ლოვიკაც მწერს, გილოცავ გარე ჯიგრულად რამე აკეთ იქით. ეს უცხო ნომერი ვისია? ეს არის ტელევიზორი გავაკეთევში დედას დედას ეს და მართლა შეახوارა ვინახავ რა დაუნახავი ხალხი. თუთა! მენა ვარ კარენ. ვა ჩავიცავ ეხლავე. საჩუქრებიც არის. Вайдите! Красота мовიდა. ახალი გამოცემა სულ ახალი წიგნი, აი ნახე. ვა, спасибо. Как раз салфеткები არ ქონდა, спасибо. კარენ, აი საჩუქარი. აი ვანგოგიანი. ორიგინალი ვანგოგიანი. რა ვანგოგიანი, ბიჭო, ნოახურებ ახლა. ორიგინალი მილიონები ღირს, ვისაც. ორიგინალია, ორიგინალი. ბიჭო, ვისატყვე რა მოიპარე ორიგინალი? პატრი ორიგინალია. პირველი ხელი ქსეროქსია, ჩემთვაწინ ამოაქსეროქსა, იმანა? ვანგოგიანი ჩამოვიდეთ მოიწევა. ორიგინალი, спасибо თუ. არა, მეც საჩუქარი მაქვს მოტანილი ხელცარილი არც მოსულარ. თუ კაი, რა სუხდები თუ. ეს ფეხსაცმელები ჩემს ვუყიდე. ეს დეიდაშულს ვუყიდე. ერთი წუთი ეხლავე. ეს ტელეფონი ჩემს ძმის. ნახე რა უნდა გაჩუქო კარენ რა. აი შეხედე, იმენა რა ცელოფანია, პროსტა ნახე. ვარდისფერი ძმაო. ეს წონას უძლებს კარენ გაგიჟდები რა. რაც გინდა ჩაყარეთ კონდეს მაგრამ. საკაიფო ცელოფანია ისე თუ, კაია. კაი, ამას კლუჩებს ჩაბაწყობ რაღაცა პაიერი. спасибо. დასხედით რა. ვა, ვინო უეჭველი აბა. დაჯექით რატო დაჯექეთ საკაიფოთ რაღაცა. კარი, ხურამია დამიწახე რა აქვარ. ხო, დავაი. შენიკი ბიჭებო, დავაი ქეიფო. ვა, შეთვის, ვაუ, ჩემი რა შტერი ვარ. ლოლით ერთი სკამი როგორ დამავიწყდა თო. აუ, გარიკის ვინი რატო? აუ, ეს რა დამემართა. Короче, წეს იზვინი მომავალ წეს იმენა შენია ეს ადგილი ძმაო დარეზერვებული. Просто ამ ხელაკაც ფეგზე ხوار გაგაყენეთ. Просто გამოვშტები რა. იზვინი რა, დავაი აბა.
მომავალ წელს კეიფობს რა, დავაი. დამირეკე. მომავალ წელს იმენა ახშენია. Давай, извини, просто რა ბიჭო ესა და კაი. давай, ძმახარ. მომავალ წელს კეიფობს, ხუჭაკ. ვახ, ბიჭო, ვაფშე სულ გამოვსტიჭი, ესა გამემართა. Давай, состав, давай. Давай, состав. აბა დავასხათ. Вах, როგორ, აჰა. Давай, აბა состав, მინდი, давай. თამადა გვინდა ეხლა, თამადა უნდა ავირჩიო, მოიცა? სლავიკ! ხო რა იყო? თამადა ხო იქნები? არ დაპატიჟე და თამადა მაინც ვიქნები ხარაჯობა. მოდი მაშინ სლავიკას გავუმარჯოს რა. სპასიბა. აბა შენ კარგად იღავი, სლავიკ, გაიხარე ითამადე, გვასვი გვაჭამ ერთმანეთი ასე გვაჭამე. აბა გაიხარე მაგრად ვიყოთ. სპასიბა. ჩახულე სლავიკ რამე. ისტო кайფუი სკოლი. კანე მე რა გვინოა? მუკუზიანი. რა არის? მუკუზიანი ნაკდი. რა მუკუზანია, მოიცარ ეხლა დაიწყებთ რა მემეებს ბიჭო აფერისტობებს რა. ეს არის ნაკდი მუკუზიანი, ეხლა ნაფარეულზე ხო არ ვაბობ, სადაურაცარებ. ნაფარეულ გასაგები, ეს არის მუკუზიანი ნაკდი რა. საკაიფო გვინოა. გადაიღი რა, ჭამი. არა, ხოთაშორის ძალიან გემრიელია. შემოვა კიდე რაღაცეები. ძალიან გემრიელია ყველაფერი, კაი. ოჩა, აბა ეს ჭამი. შარშან დაბადების დღეზე რა იყო ის სტრანი რო ჭამე რაღაცა შენთან. რა ჭამე? აი, ბევრი რო ჭამე. ტოლმა? ტოლმა როგორ იყო ის კაცო, რა სტრანი ტოლმა იყო, რა იყო ის? ვაზის ფოთოლში იყო კომბოსტო გახვეული. რატო იყო ის ტოლმა? აუ, ეგ არ გამახსენო, ჩემი ლოლიტას გაკეთებული ჩი. ხო. მაგაზე ხო იცი რა მიპასუხა? ზოგს ეს ვაზის ფოთოლი ებასება, ზოგს ვისაო, რა ქვიაო. კომბოსტო, მეთქი ხორცი ვის ებასება, საწაი. ლოლიტების გაჭედები შენ არის. ლოლიტა ჭედავს, ამას ძინათ ხაჭაპური დააც, ხო გადავას კი ეგრევე. იმენა მაგის გაჭედები შენ არის. ლოლიტ! ეს ვერ გააცხელე რა არის, თო ცივი რომ მოიტანეთო. დავაი და შენ გააცხელე ჭურჭეს ვრეცხამი აქვს, ვრეცხო თუ ტოლმა ვაცხელო, მითხა გააცხელე. რამდენჯერ გავაცხელოთო ეხლა ტვინი შეაწუხე რა მართლა რა. ტვინი შეჭამე რა. იყოს ესე გაცხელდება და კი. მერე საკაიფოთ. მოდი ეხლა ერთი სადღე გძელო მინდა თქვა. აბა. ისმენთ მოკოზიანს რო ეკადრება ისეს. მოდი ეხლა ვიც გაიაროს, გამოიაროს და კაი თვალით შემოხედოს. კი ბატონო. ოღონდ გაიაროს, გამოიაროს და ოჯახში არ შემოვიდეს. პროსტა კაი თვალით შემოხედოს. იმას გაუმარჯოს. დავაი აბა, დავაი. აია. ლოლიტ! გადადუხდა ჩაინიკი, თო გადმოდგი, ვერ გავიგე რა. ჩაინიკია გადადუხდა, ტვინი გადაგიდუხდა, დავაი ეხლა. ტვინი გადადუხდა, მაგარი ტვინის გადაგედუღა და სიფათის გადაგედუღა. რა მაგრად უხარი, აკითხა მის. ეგა გესმენი ამ წუთს. აუ გადაობებზე მაგრად გადაობ ვაფშე რა, გადაობები მევასება როგორ იცი, აი გეუნები რა. იმას უყურეთ გუში, თუ როტის იყო ამასი, ჯავახიანის შოუს. აუ ჩი. ჯავახიშვილი. აუ რა მაგარს გადაობ, ჯავა ეხლა მოდი ხო რა, ნუ მასწავლი საიდან არის, ვინ არის შენ მასწავლე? ჯავახიშვილი. ჯავახიანი ძალიან ის რა მაგარი შუტკა იყო თო მოიცა გარიკა როგორი გულოიანი აუ მაგაზე ვაქსინი აი ვაფკდი სიცილში ძალიან მაგარი აბა შემოვიდა ძეხი, ბიჭო მიდი, აბა გადაიგე. უკეთ извини რა მეკითხა რაღაცებს. ძალიან რა გეხვეწები. რეცხა ვიყვდა და სუდა და კარი მიდი აბა თუ რა მინდა. აბა ახავა რა. მოდი აბა ეხლა დავაი ისა განსხვავებული თუ რა დაბლიო ეხლა რა ლოლით სად არის განსხვავებული კარენ შენი არ გავიწე ეხლა ისე სადრე გძელოს დავაი და აი მაგ ჩასი დავაი არ გავიწყე ჩასი რა მაშინ თო კაცები არ არის, სხვავი ჩული. რა გინდა განსხვავებული დამალები კარგი. კაი რა ხან ეგრე მაშინ მუკუზიანი ისეთია წროპო უნდა რა რაც უნდა დავაი სამსს გაუმარჯოს მაშინ სამი ჩუ. სამი ჩუ ეგ არის თქვენი მოგონი სამს სიხაროს და სევას გაუმარჯოს და არა სიხაროს
გაუმარჯოს. Esinchirun ora, esinchpar ora, drahaba esarena, snuba korna, aba peleta chnora vorumen, გაიხარე, გიგრები ხარ. გაიხარე. დადე. ჩაიფიქრე სურვილი და ჩააკრე, კარი. შვენივრად ანათებს ოთახს პირიქით სინათლე ჩააკრეთ, ო. ცოტა ეკონომია გააკეთე. Ay, sí, bravo! ეგ სანთელი 36 არ გადააგდო მერე, დამჭირდება. 36 ხო? ეს რა გინდა, ხარ? ეხლა მიხდი რა თმინდა. 63-ს არ გახვდები? შეინახე. 63 მერე 93. ბაბშე. კარი! რა იყო? მე აქ თამადა ვარ თუ პროტკა ვერ გავი. მერე დავაი ტანცუე ბრატში, რა დავაი ბრატში. დავაი ტანცუებ გაგიმარჯოს მასში. დავაი შეუპიროთ ეხლა დავაი ლოლით უნდა გეცეკვო, თო. დავაი შეტანცუე, დავაი. მე მართლა. დავაი ლოლით უნდა გეცეკვო. დავიდა, აბა, ჰოპ. მიდი. დავაი. ყველა ცეკვა. ობა. მოდი, აუ ის გააკეთე რა შეეცეკვა. დავაი, შემოგევლე. მინდა რომ ბედნიერად და კარგად ვიყო. მე ვიხარ რა. აი მე ვიხარ, ფერო გიყვარს ჩემი კარენა. ვინ გინაცვალეთ რა. გაიხარე რა გენას. Молодец, რა. Спасибо. Спасибо, გენა. შენ რა გააკეთე ახლა? შენ რა გააკეთე ახლა? ჩემთვის როგორ შეხედე ახლა წეხ? რა გავაკეთე, კაც დავლოცე და. რა გააკეთე, ჩემთვის როგორ შენ რა გააკეთე ახლა? ჩემთვის როგორ შეხედე? ეთი თუ შენ გაჩვდი თო? მოიცა შენ ვერ გამიგე რა თუ ცოს მარტ მე ვიხლა თუ რა გამიგე? კაჩა რა შვაში არის? იყო სეტისუთი. შენ რა ვეგა ცოს მარტ მე რა? გაჩვე დავლოცე ადამიანებს რებს ლაპარებს კაბულო საერთოდ ნორმალურად. კაჩი ხარ? აბარა გადაпроშნები დამჩი. შევიგო შენ. შენ გამოდი აბე. კარგი რა არის ხა რა. ეს რა იყო ხა რა ეს კაცო. შო დავწნარდი ხა ყველა რა. ეს ყოველთვის ჩამევალე არა. ბიჭო მოდი ახლა ამ ჭიქით ჩვეთქმილ მოგონებებს გავუმარჯო. თავიდან რომ წარე იყო და მე რო თქმილად გაგვახსენდება, აი მაგას გავუმარჯო. კი ბატონო. ფახჩი ეს როგორ გამახსენდა. რა ხჩის რა? დაი, ჩვეთქმილ მოგონებებს გავუმარჯო, დავაი ბაბ. გაუმარჯოს თბილ მოგონებს. შემიშინდა, იცი როგორ შემიშინდა? შეციხას ვის დაარქმე ცეხაში? აი თავიდან იწყებე ხა დარენ, აი რა ბიჭო რა. გაუმარჯოს. კაი, მოკლედ ეს მანქანა მინდა რა. ოღონდ ახლა არ მინდა ახლა ბალამუტი ბაზარი, რაღაცა თავიდანვე მითხარი რა აქვს გაკეთებული, რაღაცა სად არის შეღებილი რა გასწრებული თავიდანვე. არ მოგატყვები, გადამყიდველი და ვაჭარი რო დამაზე ჩალიჩობდე და რაღაცა ძმო გეტყვი ახლა რაც გაკეთებული. ეს კაპოტი მაქვს შენაცვლელი. ხო. კრილუებია გადაღებილი. და კარებზე ვიღაცამ გამისვა მანქანა ის ორივე კარები დაშმაგლული შეღებილია.
შიტოკები მაქვს შეღებილი კიდე ხორმა შეჭამა ეს წინა შიტოკი და უკარმინად ხამი იყო და გავაკეთე კარობკა მესამედან აგდებს არა გაკეთებაო ხელოსანმა მითხრა არაფერი არ უნდა ძმა უამანქანას დაჯექი წადი თან ახლა როგორ შორგზაზე და ძმაო პროფილაქტიკა სახლი სხვა ამანქანას არ უნდა ეუნები მაგარი მანქანა ეს ყავს 2 წელიწადია მანამდე თამადის ნაკონი მანქანა იზდადიოდა ქორწილი სახლი თამადის ნაკონი მანქანა აი მისმინე ზეთი მანახი აბა კი გენაცვა კი ძმაო მიდი განახებ არ არის პრობლემა ის არ ვარ აგერა ნახე აგერა ზეთი ეს ოდებელი ჩაჭა იზვინი ძმაო აი მანახე რა ზეთი რა ნახე ქარვასავითა შეჭა კაი ო ნორმალურია მისმინე ხა რამე ნავაროტკები აქვს იმიტომ რაღაცა კომფორტი რაღაცა მინდა რომ მანქანა მყავდეს რა შეგენაცვალე ხა ნავაროტკები მართლა ყველაფერი ყველაფერი თუ რამე შეიძლება ამის გოდა მანქანას კონდეს ვა ყველაფერი ნავაროტკები მაგე ადამიანი არის გელაპარაკება თუ რამე უჭირს კალოტკა აქა გინთებს და გელაპარაკება დადის მოძრაობს ჭამს და არაფერი კაცო ადამიანი ვითარით ხო იმის ხამიდო და გელაპარაკება აი ნორმალურია მისმინე რომელ წლიანია ხა ეს 2004 კი 2004 98 აწერია აგერ შუშაზე 98-ის მო გეუნები 2004-იანია რა ვერ გავიგე 98 აწერია და 2004 შუშას კი არა ძმო გეუნები 2004-იანია აი საბუთები მაჩვენია აბა ბიჭო აგერ არის ძმო აგერ არის საბუთები და ყველაფერი აჰა შენ ვერ გავიგე ხა მათქვე აქ აწერია 98 და ეხა რას მეუბნები რომელ წლიანია ძმო 2004-იანი ხო და 98 წერია აქაც და იქაც აწერია 98 და 2004-იანი როგორ არის ეს ამ ფურცლის გჯერა და ჩემი არ გჯერა მოდი რო გეუნები ამ ხელახაც ვიღაცა გერმანიაში რაღაცა დააწერა ფურცელზე მე გეუნები 2004-იანი არ მინდა ძმაო არ მინდა არაფერი ბრა დოჯი შენია კაი ნახავ რა არ მინდა ძმაო შენი არაფერი კარდია წადი რომ ნახა ეს თუ 2006-იანად არ გავყიდე ნახიაკე ძმაო რა მარაზია რომელი მანქანა გიჟო რომელი ო პეჟო ნახე გამარჯობა ერთი წუთი მამა ნუ უჩქარო რაჩერდი გითხარ წინ გონებაზე ნუ მივიღებ გადაწყვეტილება პეჟო მე მაცად მაგარი მანქანა გამოიწევს მეგობრო პეჟო კი მამა გაუმარჯოს აცადე მამა დაჩი ხო რა როგორ ყიდი მეგობრო იაფში ვეავი ძმაო 8 ვაპაზე მაგრამ იმდენი ხანია აგვდგევარ კაროჩი 4-ად გაგატან რა ძმაო პრობლემა კი ძმაო ერთი 10 წელია თითქმის უკვე კინოა აგვდგევარ ძმაო აღარ შეგვიძლია იაფად როგორ ყიდი როგორ და აღარ შეგვიძლია ძმაო შეხედი ამას აბა ამდენ სემიჩკას რო კაცი შეჭამს პროსტა აი არ მოიდგინე რამდენი ხანია კაროჩე ვდგევარ აღარ შემიძლია დამაწყდა ნერვები რა გაგატან ძმაო 20 აი როგორ ნერვები მართლა აღარ ყოფნის კაროჩე ნერვები რა ეს ჩემი ნაჭამი რაც არის კაროჩე მეგობარო დამაცადე მეთქი მამა ეხა მაცადე რა მაცადე ომის ესეთი ვარიანტი არ გაწყობს რაღაცა ნაწილი მოგცეთ ეხლა რა მე ნაწილი რაღაცა კიდევ გაგიფავებ რა მოჭო ნაწილზე კიდე მანქანა ხო ანუ ჯერ მოგცემ 25-ს რა ვა ხო მე 15 პარს ყოველთვის რა მაგი ხაჯიბეს 25 კი როგორ არა 27 მაქვს ეხლა მაგრამ ორი ვარი მიცადე მამა დამაცადე ეხლა დამაცადე მომეც 25 ლემო აჰა რა პრობლემაა კაცო რა გამომართვის 25 ვარი და ყოველთვის ძმაო მე რო ვიტყვი მაგას ხალი არ გავა 15 25 ლარი ხო ძმაო ჩაგახუნდებ გაზია საო ეჟუო კი კაცო აგერ ძმაო ხო ოდიში ხო 25 ლარში რა არის კოვრის გაგატან რა და
ნაწილ ხო კიდულობ ძმაო და ნაწილ გაგატარა ამბეც ახლა რომ შევდამდა ახლა მეორე ბაზარი რო აღარ წავიდეს რა ასამო კაცო და ვაფშე და ერთი თუ 70-100 ლარი ჩაგივარდება უცბად ხო ერთიან თუ ჩაგივარდება შეიძლება ძმაო პერედოკი და პედლები გაგატანო რა უკვე დაემსგავსება მანქანას კი პერედოკი და პედლები რო გავიორი ერთიანად რა ვეხო მოვიფიქრებთ მეგობარო რა გაი აიგა ჯობია დამიჯერე არ გინდა ეხლა გაიარები ბუჩკა მე მაქსის ხედვა გამარჯობა მანქანის ყიდვა და ესლება როგორ მანქანას ეძებთ აი ეს მანქანა მომწონს მე მაგალითად მაგარი ფერია და რაღაცა ძალიან საყვარელია არა ძალიან მაგარი ძალიან სასწაული მანქანაა ძალიან მაგარი მოიცავ მომწონს მინდა ეს მანქანა რა გირს მოდი კაი ნუ გაგიჟდი თორე ფასებს აწევენ იმინა სერიოზულად მე მიმიშვი რა მე რა ესე რა გაუმარჯოს მებო გაუმარჯოს რა ხდება აბა ეს წავს რა სნა 4 ხლებს სნა 20 წავს ვაუ რა ეკონომიური ყოფილა შევყიდულობ გასკება შეიძლება გარბენი რამდენი აქვს აუცებ რა იმიტომ რომ ხა რაღაც მანქანები ვნახე კაიგე და ჩისტა რომ მითხრა რა გარბენია 130,000-ია გარბენი 130,000-ია აქვს ეს შევხედე რა შეიძლება შეიძლება ხო ჯერა 130,000 260,000 აქვს და მატყუებ თუ რა ვერ ხავი ხაძო თქვენ გარბენი არ გითხეთ ეხლა გარბენი კითხეთ ხო და გარბენია 130,000 და გამორბენია იქიდან 130 კიდე გარბენი თუ მეკითხები გარბენს გასულა ვერ გავიგე აი მატოსი ჩავხედეთ მოიჭრა ძმა пожалуйста არა შუქა წესივად რა ბიჭო რა ეხლა რა არის იცი ჩემო ძმაო რაღაცეები ვნახეთ რა და ცოტა ისე კონჩი იყო რა და ძალიან მაგარი ჩემი მეუღლე დადიოდა სკულა ძალიან მაგარი მანქანა აუ ძალიან მაგარი ვიცია რა მე მგონი მოტორი ნორმალურია რა არა მოტორი კაია რაღაცა პრობლემები არა მე ნორმალური უნდა იყოს ნუ რა ვიცი არა კაი მანქანა აია ხო რა და ეს კაპოტი შავი რატოა მერტყულია თუ არის გაკეთებული არა მერტყული არა რაღაც რა მერტყული ეს გულის ამბავია აუ გული აწუხებდა კი რა კაი მანქანა ამდენი ხანი არა ეს შევყიდულობ აი ძალიან მომწონს რა ძალიან საყვარელია ნახე შევყიდე რა ფერია ხო მომისმინე გულიო და ამას ჩათრეული ექნება ყველაფერი აი თოთ მანქანა შესიცოცხლეს პიცა გულის პრობლემა აქვს ამას თელი ღვიძლიდან რა თელი ელემენტები ჩათრეული ექნება აი მაშინ ეს რო ვიყიდოთ ეს მანქანა შეხედე რა მაგარი ფეჯერ წითელია შეხედე ჩემი თვის ფერია შეხედე ძალიან საყვარელი ჩემსავით საყვარელია თან ჩემსავით ნაზია და შესავით მირტყმულია წამოდი აი რა გამოდი გოგო ნუ მის უნივარდები რაღაც თوار ვიყიდე ის ვერ მოიცადე რა ვქნათ რაღაცა ეს რაღაცა ჩემი ძმა ერთი წუთის რა გაუმარჯოს გაუმარჯოს ახალია შვენი მანქანა ბანანინა ვა ჯიგარი ხარ ძმა ახალია მარტო ჩემი ნაჯდომია მარტო და მე მარტო მე ვარ და ის ფეჩია ფეჩი როგორ არა აბა გადართე მინდა ვა კიდე აბა მინდა კიდე აბა დააკელი ახლა კიდე ჩააქრე ვა ძალიან მაგარია მეუნები მაგარი მანქანა ისა შუშები ელექტრო აქვს ელექტროშუშები აბა რა მოდი რა მოვსიჯოთ იმიტომ რომ ჩაწი აბა მიდი აბა წი ახლა მოაჭედა საწი აბა კაია ძმო და ჩისიტელები გიმუშავებს მოდი არ მესმოდა აწეული მქონდა შუშა რა აუ ძალიან მაგარი მანქანა მე მგონი ჩისიტელები ძმო გიმუშავებს წყალი ეთქვა გამოლეულია წყალი მუშავს წყალი გამოია ბიჭო ხა მომისმინე რა ვაფშე მოლოფასი რო დავილაპარაკო მოლოფასი იმიტომ ძალიან მოწონს გოგოსა უბრალოდ დააკლო კაი მანქანა მოლოფასი რა რავი ფასი რა გაგიცვლი თუ გინდა რაში მოვა შოკოლადი შოკოლადი ძის შოკოლადი ბაგაზე კლინიკა რა ვიცი გაჩერდი დადექი დაბაჭერი ორი დადექი ბაგ მოდი ბიჭო ვიპოვე მოდი
აი, დაწკრალი. დადექი ბატ. მოვლენდა დადექი. მშვიდობისა პარასკევს საღამოს თქვენ ტრადიციულად უყურებთ გადაცემა პოზიციას და მე სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბატონი ლევან ბერძენიშვილი ქართული ოცნებიდან საღამოს მშვიდობისა ბატონ ლევან და ზურაბ ქარტია ნაციონალური მოძრაობიდან საღამოს მშვიდობისა ბატონო ზურაბ პირველ რიგში მინდა გკითხოთ ეს თოკები რისთვის გიჭირათ რა არის ეს თოკებს რაც შეეხება ახლა ქართული ოცნების სტრატეგიული პოლიტიკა ასე ვთქვათ უკვე იმ დონეზეა რომ კი არ იბირებენ და კი არ ყიდულობენ ჩვენი პარტიის ხარდაჭერებს ნაციონალებს არამედ უკვე იტაცებენ ესე მდგომარეობა ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს ასე სტრატეგია კონსტანტინ ალეგოვის მოფიქრეთ რომ უკვე თოკებით ყავს დაჭერილი ყველა ჩვენი ხარდაჭერი რომ შევინარჩუნოთ ჩვენი პარტია და არ დაგვეშალოს თავზე უბრალოდ ასეთი მდგომარეობა აი კიდევ ერთი წევრი გადაიბირეს კიდე და მოიტაცეს ფაქტიურად. აი ამაზე მაქვს ლაპარაკი ზუსტად. აი ეს არის ამათი პოლიტიკა. გასაგები კითხვით გადავალ ბატონ ლევანთან. პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო პარლამენტში სიტყვით, მაგრამ ეს რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. როგორ შეფასებას მისცემთ ამას? პირველ რიგში მოგესალმებთ. მე მინდა გითხრათ, რომ რითი დღე ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლა ხდება ისეთივე უსუსური და ისეთივე ვადაგასული, როგორც თვითონ არის ჩვენი პრეზიდენტი. და მე მინდა ეგ აქცენტი გავაკეთო უკაცრავად მაგრამ როგორ ლაპარაკობთ ვადაგასულობაზე და საერთოდ რამის დაძველებაზე თქვენ იმიტომ თქვენგან მაინც ეს არის ძალიან უხერხული მაგრამ თქვენ თვითონ როცა ლაპარაკობთ ვიღაცის ვადაგასულობაზე თქვენ თვითონ მოდი რა დაითვალეთ თქვენი წლები პოლიტიკური წარსული და რამდენჯერ ხართ პოლიტიკურ დახლზე გამოტანილი და რამდენჯერ გამოღალი და უკან შებრუნებული მაციოში შემოგალო რატო ლაპარაკობთ თქვენი უკბილო ხუმრობებით ვერ გამაკვირვებთ მე თქვენ უკბილო ხუმრობები უკბილო ჩემი მოგონილია ბატონო ლევან არის საუბარი რომ საქართველო უნდა შევიდეს დსთ-ში. დიახ, მაგათთან დაკავშირებით სრული სისულელე. ჩვენ გვაქვს აღებული კურსი დასავლეთისაკენ და დასავლეთის ინტეგრაციისკენ უკაცრავად აი ეს ამაზეა ლაპარაკი ზუსტად რა. აი ამაზეა ლაპარაკი, ლაპარაკობს ერთს და ხდება მეორე ჩვენს თვალწინ და მაყურებელმა ეს კარგად უნდა დაინახოს რა. თქვენ ახართ კრიმინალის ხელშემწყობი პოლიტიკის მატარებელი ასე ვთქვათ პარტია, მეტი არაფერი ეს როგორ გეკადრებათ? სად ნახეთ ხალხო კრიმინალს? სად ნახეთ? ყოველ დღე ეხლა ამას რა თქმა უნდა ყველა ხედავს რა. ყოველ დღე დავდივარ ფეხით, კაცო, უბანში ჩავდივარ, ქუჩებში დავდივარ. სადაა კრიმინალი? კი არ კრიმინალის დონე საერთოდ არ არის. სად ნახეთ ხალხო? და ყოველდღურად რომ დადიხარ, ჯერ მაინტერესებს ფეხით რატომ დადიხართ? ფეხით აბა აგურებზე შემიყენეს ის მანქანა და რა ვქნა ეგეთ. აი ამაზეა ლაპარაკი, გესმით? აი ამაზე, ამ ძალადობაზეა ლაპარაკი. მე ერთი რაღაცა მინდა თქვა, რომ ეს პოლიტიკა ძალიან დიდხანს ვერ გაძლებს, იმიტომ რომ აქ ძალადობაზე არის უკვე აქცენტი გადატანილი. პირადად ჩემ თავზე, ნუ ეხლა სხვებს რომ დაკითხვაზე იბარემენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მეც დამიბარეს დაკითხვაზე, მაგრამ მე რომ ვერაფერი მიპოვეს, შემდეგ დაიბარეს ჩემი სიდედრი. ძალიან დიდი ხანი ითხოვდნენ მას, შემდეგ რო ვერაფერი ვერ ათქმევინეს, ან რა უნდა ეთქვა ჩემს სიდედს, ისეთი მათ საინტერესო, ბოლოს შევიდა პროკურორი და უთხრა რომ მე ახლა ისეთ რაღაცას გაგიკეთებ შენ და ისე მოგექცევიო, როგორც შენი სიძე გექცევო და დაფქვა ხალმა ყველაფერი შიშისგან. აი ამ ძალადობაზე ლაპარაკობ. ძალადობაში ამხელს ქართულოცნებას. მე ყოველთვის მოგდი ძალადობას ღმერთმა დამიფაროს კაცო რაზეა საუბარი მაგრამ აი თუნდაც ახლა გავიხსენოთ კურტანიძემ როგორ მოეცა იმ კაცს რა ერქვა არ მახსოვს რა ისეთი ნაცემი იყო კაცი ისეთი ნაცემი იყო კაცი ვერ გაიგებდი კაცი სს ამბობდა თს ვერ გაიგებდი მე მაგათ კაცო ბატონო ლევან ქართული ოცნება რამდენ ხანში აპირებს რეალურად დაპირებების შესრულებას რა ერთ წელიწადში ასრულდება ყველა დაპირება ერთი წელი დიდი დრო ხომ არ არის რა თქმა უნდა მაგაზეც დიდი მადლობა მაგაზეც იყო საუბარი რომ ერთი წელიწად დიდიაო და ბატონმა ბიძინამ ამ ერთ წელიწადს ამოვაკლებთ რამდენიმე თვესო და უცებ გაივლის ეს ერთი წელიწადი მაგაზე არ გვაქვს სანებულო
ანუ თქვენ გინდათ რომ ერთი წელი ამ თუ 6 თვე თუ რამდენი თვე სამოაკლებთ არ ვიცი საერთოდ რა საიდან იგონებთ ესეთ საოცრებებს ანუ ველოდოთ ამ ყველაფერ ამ მასკარადს ასე ვთქვათ მოიცადეთ კაცო 9 წელი რო ჭამდით ქვეყანა 9 წელი ახლა არ გინდათ 1-2 წელიწად ვიღაცამ წაიხემსოს კაცო გვაცადეთ ხახო გვაცადეთ ზახთაციან ჭამას თქვენ სინდისი არა გაქვთ საერთოდ არა უბრალოდ მე ძალადობრივ ქმედებებზე მინდა გავაკეთო აქცენტი უბრალოდ ეს არის ყველაფერი მიმართული პოლიტიკური ნიშნით კეთდება ყველაფერი. სამსახურში იღებენ იმ ადამიანებს, ვინც ოცნების ხარდაჭერია და ოპოზიციას ნაციონალურ სამსახურში. ანუ რა გამოდის ახლა თქვენ ხალხს ასაქმეთ ფაქტიურად ოცნების ხალხს და ჩვენ ნაციონალურ ვინც სამსახურიდან გავგვიშვით, შემოგარგო რა გავაკეთოთ? რა ვჭამოთ? მაშინ მაღაზიაზე რა უნდა ჭამოთ? რა უნდა რასაც ჭამდით 9 წელიწადი ჩვენ რასაც ჭამდით გენაცვალე ასფალტი გადაართვით თავი გაფრთხილებული არ იყოს მაინც მივიშვით ეგეთ ეს არის ხო მაგრამ ბატონო ლევან ამ 9 წელს განმავლობაში ნამდვილად გაკეთდა ბევრი რამე ამ ყველაფერს დანახვა სჭირდება იგივე გზები იგივე პატროლის რეფორმა პენსიები გაიზარდა ინფრასტრუქტურა განვითარდა ნუ ეს ყველაფერი ხო გაკეთდა რეალურად დედა ბიჭო აგი ნაციონალი ყოფილა აი ამაზე ლაპარაკობ ჩემ მოგარგო ეს არის ყველაფერი თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკური ნიშნით პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში და საშუალება გვაქვს ამ ბლოკში მოვისმინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. მოგესალმებით ბატონო ბიძინა, საღამოს მშვიდობისა. დიდი მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. არის საუბარი რომ საქართველოს იცვლის საგარეო კურსს და შედის დსთ-ში. ბატონო ბიძინა. ერთი წუთი. საღამოს მშვიდობისა ბატონო ბიძინა, არის საუბარი რომ საქართველოს იცვლის საგარეო კურსს და აპირებს დსთ-ში შესვლას. მაგაზე ვახსენებ, მაგრამ ეს აღარ არის საჭირო პრინციპში. ეს აღარ არის საჭირო ეს რაღაც. კი ბატონო. პრინციპში აღარ არის გასადანია. აი ესე ვთქვათ, ეხლა გისმენთ. მოგესალმებით პირველ რიგში. ეს ინფორმაცია, რაც თქვენ მზანით, არის თითიდან გამოწვეული ინფორმაცია. დიახ. მე მქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მე ვესაუბრე პუტინს. ბატონო. ვესაუბრე რასმუსენს. ასე მქონდა საუბარი მოსკოვთან, ბრიუსელთან და ეს ინფორმაცია არის ძალიან ისეთი. თითქოს გამოძეთილი ხოლმე. ბატონო ბიძინა, პოლიტიკურად სწორია რუსეთთან ესეთი ურთიერთობა? საქართველოს ყოველთვის დიდი კავშირი ჰქონდა რუსეთთან. იყო ეს ისტორიული კავშირი თუ სხვა. აი მაგალითად ჩვენ ვართ ტელევიზიაში, ხო? გითხოთ ახლა ოპერატორებს. ისინი იღებენ კრუპნი კადრით, სრედნი კადრით და ხანდახან ოფში კაცსაც კი გამოუღრიებენ ხოლმე. ასევე საქართველოში, როდესაც სტუმარს დააცემინებს, ეუბნებიან სტოტიშიო. როდესაც კაცაცილებენ, ეუბნებიან სპოგამ. ასევე არსებობს გამოთქვები, ჩემი კაი ნიკოლაი. ეკაიფე ჯოდასენს. ეგ უკვე არის შემოტანილი ევროპიდან. ეს შემოტანილი არის ევროპიდან. გასაგებია. არა, ჩვენთვის ახლა მინდა დავამატო, რომ თავარი არის ქვეყნის ინტერესები. საქართველოს იქნება რუსეთი საქართველოში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბატონო ბიძინა, ქართული ოცნება მართლა იშლება? თქვენ რომელი ტელევიზია ხართ შევახსენეთ? რუსთავი 2. რა გეშველებათ, კაცო, რა გეშველებათ? საიდან მოვიტანთ ხოლმე? აი ტელევიზია მუშაობთ თქვენ? არა. რა გეშველებათ? ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სხვათა შორის, როდესაც ალასენე გავათავისუფლე დიახ. ვიცე-პრემიერობიდან, ასევე როცა გუბაზე არ შევიყვანე პარლამენტში და რესპუბლიკები ნებს ეძებიან, აი ეს არის ამას უძახით თქვენ ქართული ოცნების დაშლას? ბატონო ბიძინა, რეალურად რა მოხდა თქვენსა და ალასანიას შორის? ძალიან კურიოზული სიტუაცია მოხდა სხვათა შორის. ირაკლის უთხარი, ჩემს ზურს უკან ვლაპარაკობ ექტორებ, შენ საკითხს თავის ხმაზე დასვა მეთქი. დიახ. ირაკლი პასუხა. დასვამდა? იგდერაო. აი ესეთი ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა სხვათა შორის. ესეთი არის. ბატონო ბიძინა. ესეთი რა გჭირთ ბატონო ბიძინა? გადამჟიდები ხოლმე ასე გადამჟიდება ვიცი. რაღაცა არის ეს.
კახეთში გლეხების დახმარებასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვა გაჩენილი. რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით? რა გეთანხმებით? პირველ რიგში კახეთში ძალიან ბევრს უჭირდება დახმარება, ძალიან ბევრს უჭირდება დახმარება, თუმცა ისე მოხდა რომ პირველ რიგში დაისეთყვა ქართული ოცნების წევრების ვენახები. ამიტომ პირველ რიგში მათ დავეხმარებით ასაკვირველია. თუმცა ყველანი იღებს დახმარებას. აქვე კახეთზე გამახსენდა სხვადასხვა ნიკოლოზ ბარათაშვილი გამახსენდა კახეთზე. თვითონ მეფენის უძლევენი რომელი უმაღლეს არც ვიღარის ნაწილაში არც ვინაღუდგეს. ხაჭარის სახელი დაგავიწყდა კაც. არის ხო. ეს ფოთვენდა თვიან. აი ქინა მიგიყვანოთ. ფოთვენდა თვიან. ფოთვენდა. აი შეიძლება მეთქვა. თუმცა აქვე რახან არ გაახმიანოთ მე რომ ლექსების უყოლ არის ისო. აქვე დავამატებ მეორე ლექსს. დიდია სიტყვები. ლექსა და სიმღერად წარმოთქვა ჩვენმა დიდმა პოეტმა აკაკი წერეთელმა. დიახ. ანუ დაკეთელაური კაცია დავლათიანიო. აი ესეთი მიყვარს პოეზია და სონატები. ძალიან მიყვარს პოეზია და სონატები. სხვადასხვა. ძალიან კარგი. ბატონო ბიძინა, თქვენ თქვით რომ მშვიდობის ხიდი უნდა აიღოთ და საერთოდ ბევრი რამის შეცვლას აპირებთ. ჩაგეკითხებით თუ შეიძლება? აი აქ ჩაგეკითხებით თუ შეიძლება? რა სიზამ თუ კაცრავად? ჩაგეკითხებით. ჩაგეკითხებით? დიახ, ჩაგეკითხებით. ერთი წუთით აქ ლექსიკონი მქონდა სადღაც. ჩაგეკითხებით, ესე იგი. ჩაგეძიე, ჩაგეძიე, ჩაგეჭიდე, ჩაგესიძე, ჩაგეკითხე, ჩაგეძიეს და შეგეკითხეს ორიგინალური სინთეზი. გასაგებია. ჩაგეკითხეთ, ესე იგი გასაგებია ჩემთვის და რის შეცვლას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ? პირველ რიგში ჩვენ ჩავიყვანეთ, მოვიძინეთ ინვესტიციები, ძალიან მაგარი ინვესტიციები მოვიძინეთ. ასევე ბიზნესმენები ნახნახევარს ახლა ჩადებენ. არქიტექტორები ნახნახაზებს გააგებენ. და ასე ერთ წელიწადში ნახნახეთ, როგორი არ ნახნახული ქალაქი იყოს თბილისი. აი ნახეთ. და მაინც რას პირდება ქართული ოცნება ხალხს? ქართული ოცნება პირდება ხალხს, რომ ისინი არ იცხოვრონ სიცრუეში. უფასო ჯანდაცვას პირდება ქართული ოცნება ხალხს. ასევე პირდება უფასო სამედიცინო დახმარებებსაც. დიახ. და ეს თხოვნება ექნება ერთ სხვადასხვა თქვენთან. აი ეს დაპირებები რომელიც ახლა მე ჩავოთვალეთ, თუ შეგიძლიათ რომ ჩამიწეროთ, რომ გამატაროთ რომ ვარ დამავიწყდეს, ხანახან დავიწყდება ხოლმე. აუცილებლად ჩაგიწერთ და გამოგიგზავნოთ. სხვადასხვა საქმეა დავამატო. საქართველოში ყველაფერი ერთ კაცზე იყო მორგებული. კანონი არ კანონობდა ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ გამოვშვით კანონიერი ქურდები. რომ კანონმა იკანონოს. აქვე ჩავკონკრეტდე და ჩავმატო. არჩევნური თავი გვყავს ჩვენ ქართველებს. ძალიან მაგარი თავი გვყავს სხვადასხვა. და დღეს საქართველოს არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი და რეპერი ერთად არიან გამოსახული დისკის აბლოშკაზე. აი ეს არის ნამდვილი ქართული საზოგადოება, რომელსაც ჩვენ ვეცნობთ. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბიძინას სტუმრობისთვის. თანამდელი ჩვენი გადაცემა დამთავრებულია. კარგად ბრძანდებოდეთ. უკაცრავად, რომელი საათია თუ შეიძლება რომ მითხრათ? ალბათ 12, შეიძლება ცოტა მეტიც. ანუ ძილი მიწევს მე. ძილი გიწევთ? ძილი უწევს! ძილი უწევს! ხარა, ძილი უწევს! ძალიან კარგი საია. მადლობა, დიდი მადლობა. Усталые игрушки, книжки. Книжки спать.